ახლა ნინას უსლობასგან რა ენერგიით არის დატვირთული დღევანდელი დღე ჩვენი თითოეული მაყურებლისთვის, რომელიც წარმოადგენს დიდი ალბათობით სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშანს და ამიტომ მოდით ესე საყოველთაო ინფორმაცია ნინას უსლობასგან მოვისმინოთ დღევანდელი დღის შესაფერისად. დილამშვიდობის საქართველოს დღეს 26 ივნისია, ხუთშაბათი. დღევანდელი დღის მმართველი პლანეტა იუპიტერია და ეს დღე საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნება თქვენთვის. რადგან დღეს მოგეცემათ შესაძლებლობა ჩაუყაროთ საფუძველი თქვენ სამომავლო გეგმებს. ნებისმიერი იმპულსი ან ახალი საწყისი აუცილებლად იქნება წარმატებული. მნიშვნელოვანია, რომ იფიქროთ პოზიტიურად და კონცენტრირდეთ დადებით მოვლენებზე. ახლა კი გადავიდეთ უშუალოდ ზოდიაქოს ნიშნებზე. ვერძებო, დღევანდელი დღე მოგცემთ შესაძლებლობა სხვაგვარად დაინახოთ თქვენი სამომავლო გეგმები და იდეები. შეგიძლიათ გამოიჩინოთ სითამამე და მისცეთ იმპულსი თქვენს ახალ საწყისებს. შეეცადეთ, რომ მაქსიმალურად სწორად შეაფასოთ თქვენი შესაძლებლობები და იმის მიხედვით იმოქმედოთ. მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი დღე საკმაოდ პოზიტიურია თქვენთვის, წინდახედულობა მაინც გჭირდებათ. კურვებო, დღევანდელი დღე თქვენთვისაც საკმაოდ საინტერესო იქნება. შესაძლოა მოგიწევთ უცნაური გადაწყვეტილებების მიღება. თუმცა ეს ყველაფერი თქვენთვის ძალიან მომხიბვლელი და საინტერესო იქნება. მოგეცემათ შესაძლებლობა, რომ რაღაც ახალი დაინახოთ. შესაძლოა, რომ ახალი შესაძლებლობები და პერსპექტივებიც გამოჩნდეს თქვენს ცხოვრებაში. კარგი იქნება თუ ყველაფერს კარგად გადააფასებთ და სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებთ. რაც შეგეხებათ თქვენ ტყუებებო, დღეს მაქსიმალურად დააკვირდით ინფორმაციას, რომელიც თქვენამდე მოვა. რადგან არის იმის ალბათობა, რომ ბევრ საჭირო რჩევას მიიღებთ. შესაძლოა წიგნის მეშვეობით ან შესაძლოა თუნდაც უბრალოდ რაღაც კონკრეტული ნათქვამი ფრაზით რაღაც თქვენთვის საჭირო დაინახოთ და მომავალში გამოიყენოთ. გარდა ამისა, გადააფასეთ ურთიერთობები. შესაძლოა იქაც რაღაც მნიშვნელოვანი დაინახოთ. მოკლედ, დღევანდელი დღე თქვენთვის არის დაკვირვების პერიოდი. შეეცადეთ, რომ მაქსიმალური ყურადღება მიაქციოთ ყველაფერს, რაც თქვენს ირგვლივ მოხდება. კეთრებებისთვის დღევანდელი დღე შედარებით დამღლელი იქნება. შესაძლოა რაღაც გაურკვეველ სიტუაციაში აღმოჩნდეთ, დაგჭირდეთ დახმარება, თქვენი მეგობრების თანადგომა. კარგი იქნება თუ არ მოგერიდებათ და მიმართავთ მათ დასახმარებლად, რადგან თქვენი მეგობრები აუცილებლად გვერდში დაგიდგებიან. გარდა ამისა, მიაქციოთ ყურადღება თქვენს ემოციურ მდგომარეობას. შესაძლოა რაღაც გარკვეულმა ფიქრებმა ან ემოციებმა ხელი შეგიშალოთ და რაღაც მომენტში შეცდომები დაუშვათ. ლომებო, თქვენთვისაც ემოციურად ცოტა მძიმე დღე იქნება. შესაძლოა გარკვეულ უკმაყოფილება იქნოთ პარტნიორულ ურთიერთობებთან მიმართებაში, ან ზოგადად საქმიანი კუთხითაც კი. შეეცადეთ, რომ ცოტა მშვიდად და ჰარმონიულად შეაფასოთ ის გარემოებები, რომლებიც დღეს წარმოგექმნებათ. შეეცადეთ, რომ ზედმეტად კრიტიკულები არ იყოთ სხვებთან მიმართებაში. რაღაც მომენტში უმჯობესი იქნება თუ დათმობთ. მოკლედ, დღეს დიპლომატიური მიდგომა დაგეხმარებათ იმაში, რომ გარკვეული სიტუაციები თქვენ სასიკეთოდ შემოატრიალოთ. ხოლო რაც შეგეხება თქვენ ქალწულებო, დილა პროდუქტიულად და ნაყოფიერად უნდა დაიწყოთ. ნებისმიერი თქვენი წამოწყება წარმატების მომტანი იქნება თქვენთვის. ხოლო რაც შეეხება საღამოს დროის გასვლასთან ერთად იგრძნობთ ენერგიის ნაკლებობა. შესაბამისად, უმჯობესი იქნება თუ საღამოს შედარებით მშვიდ გარემოში გაატარებთ. სასწორებისთვის დღევანდელი დღე საკმაოდ სასიამოვნო იქნება. შესაძლოა გარკვეული სურპრიზები მიიღოთ, ან თუნდაც სამყაროს საჩუქრები. შეეცადეთ, რომ მაქსიმალურად გამოიყენოთ დღევანდელი დღის ენერგია. გადადგით ნაბიჯები იმ მიმართულებით, სადაც გინდათ, რომ მიაღწიოთ წარმატებას. მაქსიმალურად გამოიყენეთ შანსები და შესაძლებლობები. მორიელებო, დღევანდელი დღე თქვენთვის ემოციურად შესაძლოა ცოტა მძიმე და დაძაბული იყოს. შესაძლოა გაგახსენდეთ რაღაც გარკვეული მოვლენები, რომლებიც თქვენზე ნეგატიურად აისახება, თუმცა ყველა უარყოფით მოვლენაში არის რაღაც პოზიტივი. შეეცადეთ, რომ კონცენტრირდეთ აი ამ დადებით მოვლენებზე. ეს დაგეხმარებათ იმაში, რომ გამოსავალი იპოვოთ რთული სიტუაციებიდან. მოკლედ, შეეცადეთ, რომ რაღაც მომენტში ცოტა შეცვალოთ თქვენი ხედვა და დაინახოთ ის, რაც კარგი და დადებითია თქვენთვის. რაც შეგეხება თქვენ მშვილდოსნებო, დღეს შესაძლოა, რომ ბევრი ახალი ინფორმაცია მიიღოთ და ასევე ბევრ ახალ ადამიანთან მოგიწიოთ კომუნიკაცია. შეეცადეთ, რომ ეიფორიას არ აყოთ. შეეცადეთ, რომ შეინარჩუნოთ სტაბილურობა და მიმართოთ ენერგია იმ მიმართულებით, საიდანაც გჭირდებათ. მოკლედ, მეტი სტაბილურობა და რაციონალობა გჭირდებათ დღეს იმისთვის, რომ უფრო მარტივად მიაღწიოთ წარმატებას. დღესქებისთვის დღევანდელი დღე საკმაოდ აქტიური იქნება. ბევრი საკითხი პრიორიტეტული გახდება. შეეცადეთ, რომ ყველაფერს თავისი ადგილი მიუჩინოთ, სწორად დააბალანსოთ და გადაანაწილოთ თქვენი დრო, ისე რომ არაფერს არ მოაკლდეს თქვენი ყურადღება. შეეცადეთ სწორად მიუდგეთ თქვენს ფინანსურ მდგომარეობას და მასთან დაკავშირებულ საკითხებს, ისევე როგორც განსაკუთრებული ყურადღება გმართებთ საქმიანი მიმართულებით. მერწყულებო, დღევანდელი დღე თქვენთვის საკმაოდ აქტიური იქნება. შეეცადეთ, რომ მაქსიმალურად გამოიყენოთ, გადადგათ ახალი ნაბიჯები, ან თუნდაც ჩამოწეროთ ახალი იდეები, ის მიმართულებები, საიდანაც გსურთ და გინდათ განვითარება. დღევანდელი დღე მოგცემთ შესაძლებლობას, რომ რაღაც გარკვეული იმპულსი მისცეთ თქვენ სამომავლო გეგმებს. მთავარია, რომ ამ მიმართულებით დაიწყოთ მოქმედება და რაღაც პირველი ნაბიჯები გადადგათ. ხოლო რაც შეგეხებათ თქვენ თევზებო, შესაძლოა დღე არც ისე ჰარმონიულად დაიწყოს თქვენთვის. არის იმის ალბათობა, რომ რაღაც გარკვეულ გაუგებრობაში მოხვდებით, თუმცა არ ინერვიულოთ. დრო თავისთავად გამოასწორებს ყველაფერს დროის გასვლასთან
ერთად ნებისმიერი პრობლემა, რომელიც დღის დასაწყისში წამოგეჭრათ, თავისთავად გამოსწორდება და მოგვარდება. მთავარია, რომ არ კონცენტრირდეთ ნეგატიურ მოვლენებზე, იფიქრეთ პოზიტიურად და ყველაფერი თავისთავად დალაგდება. გისურვებთ ყველას ბედნიერ და წარმატებულ დღეს.